შენიშნულად დღეს პირდაპირ ეთერშია და როგორც გითხარით, ჩვენ ახალი რუბრიკის მეორე გადაცემა გვაქვს, სახელად რომ ქვია ბუნებაში და დღეს საუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე. არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ კლიმატის ცვლილება მხოლოდ რაღაც პოლარულ დათვებს და პინგვინებს ეხებათ ანტარქტიდაზე და სინამდვილეში ასე არ არის. პირველ რიგში ადამიანი არის ის ობიექტი, რომელიც ყველაზე მეტ ზიანს იღებს ამ კლიმატის ცვლილებით და სულ არ არის აუცილებელი რომ ყინული დნებოდეს ჩვენ გარშემო, რომ ის შედეგები, რომელიც სიტყვაზე ანტარქტიდაზე ხდება, ჩვენამდე მოვიდეს ჩვენს ქალაქში, ჩვენს სოფლებში და ასე შემდეგ. თუ რას გულისხმობს კლიმატის ცვლილება და ზოგადად რა ფენომენია, ამას ჩვენ თანაწამყვან თამარ ჯაყელთან ერთად გავივლით და ავხსნით. მოგესალმებით თამარ. სალამი, ძალიან მიხარია რომ აი ამ თემაზე ვსაუბრობ დღეს, იმიტომ რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ნაკლებად საუბრობენ კლიმატის ცვლილებაზე და მაინც აი ექსპერტების პასუხისმგებლობა რჩება, რომ გაანათლონ საზოგადოება ამაზე და აი თუნდაც სკოლაში ამაზე არაფერს არ ვსწავლოთ. მაშინ როცა დასავლეთში აბსოლუტურად აი ყველა სკოლაში, ყველა უნივერსიტეტში, აი ყველა სფეროში, როდესაც რაიმე სწავლობ, ასევე სწავლობ კლიმატის ცვლილებაზე, აი როგორ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება აი ამ სფეროზე რა. აი მაგალითად თუნდაც როცა სწავლობ ვთქვათ კულტურას და ისტორიას და ეკონომიკას, ყოველთვის აი თან სწავლობ რაღაც მცირეს მაინც კლიმატის ცვლილებაზე, იმიტომ რომ აი ზუსტად ამაზე ვილაპარაკებ დღეს, რომ კლიმატის ცვლილება არის უკვე ის მოვლენა, რაც არის მთავარი წარმმართველი ძალა აი ამ საუკუნის და ჩვენი პლანეტა, რომელიც ბოლო 12000 წლის განმავლობაში დაახლოებით, რომელიც იყო სტაბილურ მდგომარეობაში და ზუსტად ამიტომაც ჩვენ მოვახერხეთ ადამიანებმა, რომ შეგვექმნათ ცივილიზაციები, ხო, აი ბოლო 10000 წლის განმავლობაში მართლა ადამიანებმა შევქმნით ყველაფერი, რასაც დღეს ცივილიზაციას ვუწოდებთ. ეს იყო დიდწილად იმის დამსახურება, რომ ცხოვრობდით შედარებით სტაბილურ კლიმატის პირობებში, ვიწყობდა კი აი შეგვეძლო რომ მაგალითად განგვესაზღვრა თუ როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, ჩვენი შვილთაშვილების ცხოვრების განმავლობაშიც კლიმატი და შესაბამისად აი მაგალითად ჩვეულებრივი ადამიანის პერსპექტივიდან შეგვეძლო რომ წამოგვეწყო მაგალითად მევენახეობა და გვცოდნად არა ჩვენს მერე შემდეგი რამდენიმე თაობაც აი ამ საქმეს გაყვება და დღეს კიდევ როდესაც უკვე იმდენად არის აჩქარებული ეს ცვლილება და მართლა კრიზისში ვართ შესული, ფაქტობრივად წარმოუდგენელი არის თუნდაც იმის ცოდნა, აი რა იქნება 20 წლის მერე და 30 წლის მერე. არსებობს რამდენიმე სხვადასხვა სცენარი და ამაზეც ვისაუბრებთ, თუმცა აი მაინც ძალიან რთულია ამ ყოველფრის წარმოდგენა და მე მგონია რომ აი რაღაც საბაზისო შეგვიძლია ვთქვათ რომ დაჩქარდა ეს პროცესი, ანუ ბუნებრივად არ მიდის რაღაცა ადამიანის მე სამწუხარო ინფორმაცია მაქვს, თემატურია ძალიან და მინდა უცბად დავამატო. მე სწავლობდი იქ სპეციალურად არქტიკის კლასს გავდიოდით, ესეთი სპეციალური კლასი იყო, იმიტომ რომ სადაც მე სწავლობდი და მსახურობდი, ის არქტიკის ნაწილი ებარა ზუსტად სანაპირო დაცვას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებისთვის ამის შესწავლა, იმიტომ რომ ყინულმჭრელი გემები ამერიკაში მხოლოდ სანაპირო დაცვას ყავს. არქტიკის რამდენიმე ქვეყანა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი არის ამერიკა, არქტიკაში ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ამ ყინულის ლღობა. ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს ყინულის ლღობა. რუსეთი არის მოწინავე სამწუხაროდ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ყინულმჭრელი გემი ყავს 34 თუ 37 თუ არ ვცდები, სადაც როდესაც ამერიკას 3 ყავს მხოლოდ. ნორვეგია, დანია, ასე ვთქვათ, სხვა სკანდინავიის ქვეყნები, რომლებიც ასევე ჩართულები არიან ამ პროცესში, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც დადნება ეს ყინული, მაგრამ უმთავრესი ინტერესი სამწუხაროდ ისევ მერკანტილურია და ყველა ეს ქვეყანა და მათ შორის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩინეთს აქვს ძალიან დიდი ინტერესი არქტიკის, არანაირად არ ესაზღვრება არქტიკას, მაგის თქმა მინდა, მაგრამ ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ მოლაპარაკებებში. მას შემდეგ, რაც დადნება ეს ყინული, უკვე ეს ქვეყნები ცდილობენ რაღაცნაირად გადაინაწილონ ტერიტორიები, სადაც დაიწინდონ დიდი ეჭვი აქვს, რომ იქ ნავთობია და იქ უნდა რაღაცნაირად მოეწყოს ეს ნავთობის საქაჩი დანადგარები თუ რაც. კი და აი ძალიან მაშინებს მე იმის წარმოდგენა, რომ რუსეთი ამ ყოველფრით რეალურად ხეირობს. აი უმეტესობა ქვეყანა თუ კი არის ძალიან მოწყვლადი და პირიქით ეს იქნება დამაზიანებელი, უმეტესობა ქვეყნისთვის, რუსეთისთვის ნაწილობრივ ეს არის მერკანტილურად კი ბატონო საინტერესო და რუსეთი ნამდვილად აი ძალიან სწრაფად და სტრატეგიულად მოქმედებს, რომ მაქსიმალურად დიდი ზეგავლენა მოიპოვოს. ამაზე მე მგონი ცალკე გადაცემაც უნდა გავაკეთოთ რუსეთის როლზე. და ხო აი დღეს მოკლედ რეალურად როცა ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე ან კლიმატის კრიზისზე, ხო როგორც უფრო ხშირად ვიხსენიებთ, რეალურად ვსაუბრობთ პლანეტის სიცოცხლის უნარიანობაზე და ჩვენზე, ანუ ადამიანების
სიცოცხლეზე რა და ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენს საზოგადოებაზე როგორ მოვაწყობთ ჩვენს სისტემებს და რადგან თანამედროვე საზოგადოება არის დომინირებული წიაღისეული საწვავით, რაც იწვევს პირდაპირ კლიმატის ცვლილებას, ამის გამო ჩვენ ვართ ძალიან დიდი ცვლილებების წინაშე, ანუ ჩვენ უნდა შევცვალოთ აბსოლუტურად ყველა მიდგომა ეკონომიკაში, პოლიტიკაში და ასე შემდეგ, რაზეც აი წინა გადაცემაშიც ვახსენე და ასევე აი აუცილებლად უნდა ვთქვათ, სანამ დავიწყებთ ამაზე საუბარს, რომ კლიმატის ცვლილება არის მოვლენა, რომელიც არაპროპორციულად ახდენს გავლენას ადამიანებზე და მოწყვლადი ჯგუფები ხდებიან უფრო მოწყვლადები, აი მაგალითად ქალებზე უფრო მეტი ზეგავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას და ამაზეც ვისაუბრებთ მომავალში, ასევე აი ყველაზე ღარიბ მოსახლეობაზე, ყველაზე ღარიბი ქვეყნების ყველაზე ღარიბ მოსახლეობაზე და ყველაზე სტიგმატიზებულ მოსახლეობაზე მაინტერესებს ქალებთან მიმართებაში რატომ არის უფრო მეტი გავლენა? კი ბატონო, იმიტომ რომ ძირითადად ქალები არიან ყველაზე დაუცველი და აი ძალიან პატარა მაგალითს ვიტყვი ამჯერად რომ აი როდესაც ხდება წყალდიდობები, ხშირად ქალები უფრო მეტად იღუპებიან, იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტად ხდება წყალდიდობები, იქ ქალებმა არ იციან ცურვა, ანუ არ ასწავლიან გოგოებს ცურვას ბავშვობაში, იმიტომ რომ არ არის ეს ვთქვათ გენდერულად მიღებული იმ საზოგადოებებში და შემდეგ როცა ხდება წყალდიდობა, ქალები უფრო ხშირად იღუპებიან, იმიტომ რომ არ იციან ეს არ აქვს თავდაცვის საშუალება და გადარჩენის საშუალება. აი ცურვის ცოდნაც არის ადაპტაციის მეთოდი ინდივიდუალურად ადამიანმა რაც შეიძლება ისწავლოს. და ნამდვილად ანუ მოგვიწევს მათ შორის აი ინდივიდუალურ მიდგომებზე ჩვენ მოგვიწევს რომ ჩვენი ეს skill set, ჩვენი უნარები განვავითაროთ ისე რომ შეგვეძლოს გადარჩენა ბევრნაირ პირობებში და ბევრი სხვადასხვა ვთქვათ სტიქიური მოვლენის დროსაც. და ახლა აი კლიმატის ცვლილების გამოხატული სიმპტომი არის ის რომ სტიქიური მოვლენების რაოდენობა და ინტენსივობა იზრდება და საქართველოში აი ამაზე განსაკუთრებით მე მგონი გვაქვს სენსიტიურობა უკვე შოვის მოვლენების შემდეგ, რაც ნამდვილად კლიმატის ცვლილების გამოწვეული არის. თუმცა ანუ მან ვსაუბრობთ კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს აი ადაპტაციის მექანიზმები და როცა ვსაუბრობთ აი როგორ ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებას საერთოდ, უნდა ორი მეთოდი არსებობს საპასუხო მეთოდი. ერთი არის კლიმატის ცვლილების შერბილება, ანუ ინგლისურად ქვია mitigation, მიტიგაციასაც ამბობენ და ეს არის უბრალოდ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი ემისიები, ანუ გაფრქვევები და მაქსიმალურად გადავიდეთ განახლებად ენერგიებზე, აი რომ მაქსიმალურად შევამციროთ ეს ჩვენი ამჟამინდელი გავლენები და მეორე არის ადაპტაცია, ანუ მართლა შეგუება უკვე იმ ზიანთან, რაც მივაყენეთ გარემოს და აი ადაპტაცია მათ შორის მოიცავს იმას, რომ უნდა გქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემები და შოვში რომ ჩვენ გქონოდა ადრეული გაფრთხილების სისტემები, აი ამაზე რომ ეზრუნა სახელმწიფოს, რაც აბსოლუტურად მისი მოვალეობაა, მაშინ ადამიანები წინასწარ გაიგებდნენ მოახლოებული რისკის შესახებ და შესაბამისად იმოქმედებდნენ. სადაც არის დამონტაჟებული, ისიც არ მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რეპორტაჟი წყნეთი ბეთანიის გზაზე, სადაც დამონტაჟებულია ეს მეწყერსაშის ადგილას მსგავსი გაფრთხილების ხელსაწყო, რომელიც უბრალოდ გათიშულია. თან სულ ახლახანს გაკეთებულია, ხო, როგორც ვიცი. კი, აი ეს არის აბსოლუტურად კი ბატონო, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზე მე მგონი ყველა მოქალაქე რო გაიაზრებს რომ აი მართლა ჩვენს სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე არის აქ საუბარი და როცა ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე, ეს არ არის მხოლოდ რაღაც არქტიკაში ყინულის დნობაზე და აბსოლუტურად აი ჩვენს სიცოცხლეზე აისახება ეს ყველაფერი, მე მგონი მაშინ უფრო მეც მოვითხოვთ. ჩვენ მგონია რომ ეს ჩვენ არ გვეხება, ჩვენგან ეს შორს არის და ჩვენ ეს არ დაგვემართება, ეს იქ მოხდება სადღაც და სინამდვილეში ესე არ არის. და ამის მაგალითი ჩვენაირ ქვეყანაში სადაც არ არის ამ თემაზე განათლება, ვერ ვაღიარებთ ადამიანები, ვერ ვაცნობიერებთ ამას და დასავლეთში უფრო და უფრო მეტად იციან ადამიანებმა, აი ბავშვი რო იზრდება უკვე სკოლაშივე სწავლობს ამაზე და მათ შორის შეიძლება ეს იყოს გარკვეულწილად საზიანო მენტალური ჯანმრთელობისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უკვე შემთხვევები, რაც ადამიანებს აქვთ კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული შფოთვა და რაღაც ძალიან დიდი წინასწარი გლოვის სიმპტომები, დეპრესიაც მათ შორის და ამაზეც ვისაუბრებთ, აი მენტალურ ჯანმრთელობაზე როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება. თუმცა მე მაინც ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჯობს ვიცოდეთ და მოვემზადოთ და ვიყოთ აღჭურვილი უნარებით, ვიდრე რაღაც უეცრად დაგვატყდეს თავს ეს სტიქიური მოვლენები და აბსოლუტურად არაფერი არ ვიცოდეთ. და აი ამაზე მინდოდა მესაუბრა, რომ თუ კი აი ზუსტად ეს წინა 12000 წელი და
დაახლოებით იყო სტაბილური, ეს იყო ჰოლოცენის პერიოდი, ხო, გეოლოგებმა იციან ეს ტერმინი. ახლა უკვე მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ შევდივართ ახალ გეოლოგიურ ეპოქაში და ეს არის ანთროპოცენი, ანუ ანთროპოსი ძველბერძნულად არის ადამიანი და ანთროპოცენში უკვე ადამიანი არის მთავარი ძალა, რომელიც აფორმირებს გეოლოგიას, ან გეოლოგიურ, ან ჩვენს გარემოს რეალურად ცვლის ადამიანი, ან თუ კი ადრე ვიყავით მართლა ერთ-ერთი სახეობა ბევრ სხვა სახეობას შორის ბიომრავალფეროვნებაში გქონდა ჩვენი მნიშვნელოვანი ადგილი, მაგრამ მაინც რაღაცა ერთი სახეობა ვიყავით, ახლა უკვე ჩვენი პლანეტა არის რეალურად ადამიანების პლანეტა და თუ კი გიყვართ დოკუმენტური ფილმები, აი მინდა გირჩიოთ, ესეთი ფილმიც არის ადამიანების პლანეტა Planet of the Humans, ესე ქვია ინგლისურად არის ქართულად სამწუხაროდ. არა ჯერ ნათარგმნი, თუმცა აი ძალიან კარგად არის ნაჩვენები ადამიანის ზეგავლენა კლიმატზე და გარემოზე და ზუსტად ის სტიქიური უბედურებები, რასაც ვიწვევთ და აი როგორ შევამცირეთ ბიომრავალფეროვნება, როგორ საფრთხეში ვაგდებთ სხვა ცოცხალ ორგანიზმებს და ესეც უნდა აღინიშნოს, რომ აი ახლა ვართ ისეთ პროცესში, რომ ყოველდღიურად ცოცხალი ორგანიზმების საკმაოდ დიდი ნაწილი უფრო და უფრო მეტად არიან გადაშენების რისკის ქვეშ. და იდება ხოლმე ხო სხვადასხვა ნიუსები, რომ რაღაცა თქვა ჩვენთვის შეიძლება უჩვეულო ჯიში ცხოველის, მაგრამ აი რომ გადაშენდა და თქვა როგორ ემშვიდობებიან მაგალითად მარტორქას აფრიკაში ადამიანები და აი ესეთი ახალი ამბებიც ხდება ხოლმე და მაინც აი ჩვენთვის სადღაც სხვაგან არის და ბოლომდე ჩვენ გულთან არ მიგვაქვს სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ, მაგრამ მე მგონია რომ აი ესეც შეიცვლება ნელ-ნელა, რაც უფრო მეტად იქნება ცნობიერება ჩვენი მხრიდან და სამწუხაროდ აი რაც უფრო გაიზრდება ეს სტიქიური მოვლენები, რაც სავარაუდოდ აი ეცდებიან ვთქვათ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ უბრალოდ რაღაც უბედურებად და კატასტროფად, ბუნებრივ კატასტროფად შერაცხონ, თუმცა ნამდვილად მე ვერ გავყვები ამ ლოგიკაში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა წინასწარ შევაფასოთ რისკები და მოვახდინოთ ადაპტაცია და ამას არ აკეთებს საქართველო დღეს და აი ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა მართლა უკეთ გაიაზროს, რომ უსაფრთხოებაზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე არის აქ საუბარი. და აი ასევე მინდა რომ აი ზოგადად ვნახოთ რა სცენარები შეიძლება იყოს მომავალში, იმიტომ რომ რამდენიმე სხვადასხვა კუთხით გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენცია, რომელიც არის მთავარი ეს ორგანო, რომელიც ამ თემაზე მუშაობს, ხო? უკვე საუბრობს აი სხვადასხვა სცენარებზე და მომზადებული მაქვს რამდენიმე სურათი, რამდენიმე ჩარტი, რომელიც კარგად აჩვენებს ვიზუალურად თუ აი რა საფრთხის წინაშე ვართ რეალურად, იმიტომ რომ თუ კი ვიზუალურად ვერ ვხედავთ ამას, ძალიან რთულია რომ გავიაზროთ სხვანაირად და აი მაგალითად არის სხვადასხვა დათბობის სცენარებში, ხო, აი ამ წუთას უკვე 1 გრადუსზე 1 ცელსიუსი გრადუსით არის მომატებული გლობალური ტემპერატურა და პარიზის შეთანხმება, რომელსაც საქართველოსაც მოაწერა ხელი, ცდილობს რომ მაქსიმალურად ეს დათბობა დატოვოს 1.5 გრადუსზე, თუმცა უფრო და უფრო მეტი დათბობის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად იზრდება რისკები. და აი ამ ჩარტზე მაგალითად ხედავთ რომ ბოლო 70 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაზრდილი არის, აი ვიზუალურადაც ძალიან კარგად არის ეს წარმოდგენილი თუ როგორ იზრდება ტემპერატურა, ხედავთ აი ტყის ხანძრებს მაგალითად, რომელიც ძალიან გახშირებულია მსოფლიოში. საქართველოშიც, მათ შორის აი ბორჯომში, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით. და აი მაგალითად თქვა თუ იქნება 1.5 გრადუსზე დათბობა, რომ მაინც რისკები არის, უკვე იზრდება, მაგრამ მაინც რაღაც შედარებით მეტად შეგვიძლია რომ გავუმკლავდეთ, მაგრამ აი თუ კი არაფერს არ გავაკეთებთ ხო გლობალურად ქვეყნები და ვთქვათ 3 გრადუსზე იქნება დათბობა, მერე უკვე შევდივართ ისეთ ფაზაში, საიდანაც უკან შეიძლება ვეღარ მოვბრუნდეთ. სადაც უკვე იმის იმედად ვრჩებით, რომ სხვა პლანეტა გვაქვს აპოვნელი. მე რომ ალბათ 10 თვიანი იქნება შესაბამისად კვების
საკვების მოყვანაც ძალიან გაჭირდება. ხო, ჩემი დაკვირვებიდან არ ვიცი ხა რამდენად ეს დამცხვევა არის თუ შეიძლება არ არის სწორი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვატყობ იმას, რომ კლიმატი შეიცვალა, მაგალითად კახეთში ძალიან ხშირად არის ხომ ისეთი ტენიანი დღეები, რომ ფიქრობ, რომ სადღაც თითქოს დასავლეთში იმყოფები და დღის განმავლობაში ადრე არ ვიცი, შეიძლება არ ვაკვირდებოდი, დღის განმავლობაში დილიდან ღამემდე ძალიან სწრაფად ვარდება და იწევს ტემპერატურა. აი შეიძლება იყოს მინუსი, მერე უცბად ავიდეს მაღალ პლუსზე, ჩამოვიდეს ქვემოთ, ანუ ხშირი ცვალებადობა დღის განმავლობაში, რომელიც ძალიან ცუდად აისახება ადამიანის ჯანმრთელობას. არის თუ არა ეს? კი ბატონო, ეს პრობლემა. კი ბატონო, არის. თუმცა ადამიანი ადაპტირებადი. კი, არის ადაპტირებადი, რასაკვირველი, მაგრამ ნუ ამას რაღაცნაირად დისკომფორტი მოაქვს. კი, აი ჩვენი ადაპტაციაც, აი მაგას ხშირად გამოიყენებენ არგუმენტად, რომ აი ჩვენ აქამდე ყველაფერს გაუძელით და ადაპტირებადი არსებები ვართ, თუმცა აი აქამდე ეს ცვლილებები ხდებოდა აი მართლა 100 წლეულების განმავლობაში და რაღაცნაირად შეგვეძლო ადაპტაცია და ახლა ეს ცვლილებები რაც აი 10 წლეულების განმავლობაში ხდება მართლა ვერ ვთქვი რთული ხდება ყველაფერი და შეიძლება ვთქვათ რაღაც ნაწილ კი რაღაც ყოველთვის რაღაც სიტუაციაში ვიღაც იქნება გამარჯვებულიც გადარჩენილიც, მაგრამ როცა ტყის ხანძრები არის ასე გაზრდილი და ავსტრალიაში ვნახეთ მაგალითად 2019 წელს მთელი ზაფხული რო საშინელი ტყის ხანძრები იყო და იქ რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან ცუდი ვთქვათ კენგურუებისთვის, თუმცა აი ადამიანებმა დაკარგეს სახლები, ადამიანები კალიფორნიაშიც იყო დიდი ხანი. კი, კალიფორნიაში არის ხშირად და ხო საქართველოშიც არის ტყის ხანძრები გაორმაგებული არის ამ ბოლო დროს რაოდენობა და ნამდვილად არ გვაქვს არც საკმარისი ტექნიკა, არც ცოდნა, არც აღჭურვილობა არაფერი ამისთვის. და უფრო მოწყვლადები ვართ, აი ექსტრემალური ამინდები, მყინვარების დნობა, ასევე საქართველოშიც არის ძალიან დიდი პრობლემა. ზღვის დონის მატებაც და ზღვის ნაკადის მოვარდნები. ამას აი ბათუმში ხედავთ ხოლმე ხანდახან. ბათუმში შტორმი იყო ისეთი, რომ არ დაფიქსირებულა მაგ ხელატალღები, მგონი ისტორიაში არასდროს. კი ბატონო, კი და ეს მხოლოდ გაიზრდება და არ უყვართ ადამიანებს ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს საუბრობთ რაღაცა ცოტა აპოკალიფტურ სცენარებზე, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ არსად არ მიდის კლიმატის ცვლილება, პირიქით უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და ჩვენ თუ არ გვექნა სათანადო ცოდნა და ბერკეტები და მათ შორის ემოციური მზაობა, ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ აი ეს არის ტრენდი, რომ უფრო და უფრო ინტენსიური იქნება ეს სტიქიური მოვლენები და ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ ემოციურადაც და უნდა მოვთხოვოთ მართლა სახელმწიფოს, რომ ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია და მეტიც შეიტანოს რაღაცა ცვლილებები და დაფიქრდეს მეტი და ალბათ ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი იქნება ისევ განათლების კუთხით, რომ სკოლებში ისწავლებოდეს. აუცილებლად სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ეს თემა და თან ახალგაზრდები რაღაცნაირად უფრო მეტად არიან სენსიტიურები ამ თემის მიმართ, მით უმეტეს როცა ძალიან აინტერესებთ, არ აქვთ ცოდნები, თუმცა ძალიან აინტერესებთ და ჩაგვიტარებია რამდენიმე გასვლითი ტრენინგი, შეხვედრა მწვანეებიდან ახალგაზრდებთან და ასევე ჩაგვიტარებია მასწავლებლებთან და ვთქვათ უფრო სხვა თაობის წარმომადგენლებთანაც და ყოველთვის დაგვინახავს, რომ ახალგაზრდებმა უფრო მეტი იციან ხშირ შემთხვევაში, ვიდრე უფრო დიდი თაობის წარმომადგენლება, უფრო მეტად არიან მომზადებული რომ და მოტივირებული რომ გაიგონ და აი მართლა ისინი ხვდებიან, აი ახალგაზრდები რაღაცნაირად ხვდებით და ჩემ თავსაც წარმოვიდგენ აქ, რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე იქნება იმდენი ცვლილება და იმდენი სტიქიური მოვლენა და რაღაც იმდენი სირთულე და მათ შორის კონფლიქტი, ომები, ეს ძალიან დიდი გამოწვევა იქნება. აი ისე გაიზრდება მოკლედ ეს არასტაბილურობა, რომ ჩვენ თუ არ ვიღონეთ რაღაც ახლავე, რომ მართლა იქნება ბევრად უფრო ცუდი სიტუაცია მომავალში ვიდრე ახლა და თუმცა თამარ როგორც ვიცი და ჩვენ მგონი თქვით ვისაუბრეთ ამაზე, რომ თან ხდება სამყარო იმაზე, რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი, თუმცა შენელებაზე არის აქ საუბარი. შენელებაზე არის და ადაპტაციაზე. კი ბატონო, ამ შენელების პროცესში ვიღებთ რაღაც დროს, სადაც ჩვენ შეგვიძლია რაღაცა სხვა ალტერნატიული უნარები შევიძინოთ, იგივე ტექნიკის რაოდენობა გავზარდოთ და რაღაცნაირად ვებრძოლოთ ამას სხვანაირად, იმიტომ რომ დრო გვჭირდება ცალსახად. შემზადებულები ვიყოთ. შემზადებულები ვიყოთ. ძალიან
დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვო, ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დააფიქრებს იმაზე, რომ თუ რა ხდება გარემოში და ზოგადად როგორ უნდა ვადაპტირდეთ, რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ მათ შორის და რამდენ რაღაცასთან ერთად, სხვა ბევრ რაღაცასთან ერთად ჩვენს მთავრობას და ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რომ რაღაცა ზომები მიიღოს იმისათვის, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების და ჩვენი შვილიშვილების მომავალი ბევრად უფრო უსაფრთხო იყოს, ვიდრე ეხანდელი გლობალური დათბობის ტემპი გვიქადის, ასე ვთქვათ. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ დათო სამნიაშვილთან ერთად დაგიბრუნდებით Next News-ის რედაქტორი, რომელიც დღეს ისაუბრებს ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აღმოაჩინა ჩვენს პლანეტაზე. და თუ ვინ არის ეს, ამას რეკლამის შემდეგ გაიგებთ. დაგველოდეთ.